ლეგენდარული ფოტო, რომელიც ცნობილია როგორც სიცოცხლის კოცნა, შემთხვევით გადაიღეს. ფოტოგრაფი როკო მორაბიტო იმ დღეს გაფიცული მუშების გადასაღებად გავიდა. მოვისმინე გამჭოლი კივილი, საშინლად მიმოვიხედე ირგვლივ და დავინახე ერთ-ერთი მუშა, რომელიც ელექტრობოტზე უძლურად ეკიდა, იხსენებდა ის მოგვიანებით. მორაბიტოს პირველი ქმედება იყო სასწრაფო დახმარების გამოძახება და შემდეგ კამერის აღება. 1967 წლის ცხელი ივლისის დღეს ელექტრიკოსები რენდალ ჩემპიონი და ჯ.დ. ტომპსონი სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ, როდესაც ჩემპიონმა შემთხვევით შეეხო დენს. მის სხეულს 4000 ვოლტზე მეტი ძაბვა დაარტყა, გული გაუჩერდა, შედარებისთვის, ელექტროსკამი დაახლოებით 2000 სიძლევა. დამცავმა ღვედებმა ის დაცემისგან დაიცვა. ტომპსონმა, რომელიც მის უკან ადიოდა, მოახერხა თანამებრძოლთან მისვლა და სიმაღლეზე დაიწყო მისი რეანიმაცია. ასეთ სიტუაციაში სრული ხელოვნური სუნთქვა შეუძლებელი იყო, მაგრამ მან განაგრძო ჩემპიონის ფილტვებში ჩაბერვა მანამ, სანამ სუსტი პულსი არ იგრძნო. შემდეგ მან ის უსაფრთხოების ზოლიდან მოხსნა, ჩამოსვა და კოლეგებთან ერთად ადგილზე განაგრძო სამაშველო სამუშაოები. სასწრაფო დახმარების მისვლისას რენდალ ჩემპიონი ცოცხალი იყო. გარკვეული დროის შემდეგ ის სამსახურს დაუბრუნდა. იმ მომენტში გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო შოკში ჩააგდო. გაზეთები იბრძოდნენ მისი გამოქვეყნების უფლებისთვის და როკო მორაბიტომ ამისთვის პულიცერის პრემია მიიღო. ეს სურათი სამუდამოდ დარჩა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეუძლია გადამწყვეტ მომენტში გამბედაობას და ადამიანურ თავდადებას სიკვდილიც კი დაამარცხოს.